6 მაისი 2026 წელი ლევან ჯანგველაძის საქმე განაჩენი განაჩენი არის უკანონო, იმიტომ რომ არ არსებობდა და არ არსებობს საქმეში არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მიხაძეების ბრალს. დღევანდელი თუნდაც ის რომ ადგილზე თათბირით ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვის მე რომელიც წარმოთქვა ბრალდებულმა იქვე იქნა გამოცხადებული, ეს კიდე ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში. ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება საქართველოს ორი ინსტანცია და თუ ესეთი ფორმით დარჩა ამ ინსტანციებში, ამ საქმეზე ყველა ვარიანტში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავთ, იმიტომ რომ საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქმე გამყარებულია მხოლოდ პოლიციელის პატაკებით, რომელიც ემყარება ანონიმურ წყაროებს. სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. შესაბამისად, დანარჩენი წირა ეს ცოტა გრძელი ბრძოლა, რომლისთვისაც მზადაა ჩემი დაცვის ქვეშყოფები და დანარჩენი უკვე სამართლებრივად ნახავთ ერთად. დღევანდელ პროცესზე უბრალოდ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამარცხდა მართლმსაჯულება, იმიტომ რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია როგორც კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევით. საქმეში მტკიცებულებას წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი. სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში პატაკი ვერასდროს ვერ უნდა ხდებოდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ბატონო მოსამართლემ ბრძანა, რომ ამ საქმეში თითქოს და ფაზლი შეკრა პროკურატურამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ოღონდ ყველა ამ ფაზლის დეტალს რომიკო გოგიაშვილის პატაკი ეწერა ზემოდან. და თუ ერთი პატაკი კრავს ფაზლს, მაშინ კი ბატონო პატაკში ნახსენები ირაკლი უსოიანი თუ კი გამოძიებისთვის რაიმე ფორმით საინტერესო ფიგურა იყო და ის რაიმე ფორმით ამ დანაშაულში მონაწილეობდა, ის ამავე საქმეზე გამოკითხული მაინც უნდა ყოფილიყო მინიმუმ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბოლოს წინა პროცესზე ამ მთელი ამბის მთავარ შემოქმედად დასახელდა და დარჩა დასახელების დონეზე სხვა რაიმე პატაკის გარდა უსოიანთან მიმართებაში საქმეში წარმოდგენილი არ არის. ეს არის პრეცედენტი, როდესაც შეკვეთით, ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას საფუძვლად პროკურატურამ დაუდო პატაკი, რაც დადასტურებულად და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია სასამართლომ. ეს არ ღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს. ბუნებრივია, რომ ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და აუცილებლად საქმე სწავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. იმიტომ რომ ამ პროცესში დარღვეული იყო როგორც შეჯიბრითი მართლმსაჯულება, ისე პატაკის საფუძველზეა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის სხვა მტკიცებულებების გარეშე, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან.